Salami, Sugobari, თქვენთან არის ვაგრძელებთ განათლებას სუგობრობის სფეროში. როგორც მე იმედიან ანონს ნახავდით ჩვენს Facebook გვერდზე, მოგვიახლოვდა იანვარი და იანვართან ერთად მოგვიახლოვდა საკანონმდებლო ცვლილებები შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით და ბევრი მითქმა-მოთქმა და ინტერპრეტაცია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რა გველოდება ცხოველების მოყვარულებს და პატრონებს. რო არ დამეწყო ბევრი მარჩიელობა დაუძახე ისეთ ადამიანს, რომელსაც ჩემზე ცოტა კერა და ბევრით მეტი ესმის, გაიცანით, ჩემი მეგობარი, იურისტი, ცხოველების ენთუზიასტი, თავადაც არის ერთი ემოციურად გაუწონასწორებელი ძაღლის პატრონი და რაც თავარია აქვს კომპეტენცია, იმიტომ რომ აქვს პროფესია და აქვს ინტერესი ამ სფეროს მიმართ და ჩემთვის ეს პრინციპულია, რომ სწორედ ესეთი ადამიანისგან მომესმინა აზრი. ანანო წინცაბაძე. მოგესალმებით ნიკა და მივესალმებით სუგობარის მაყურებელ. რადგანაც ჩვენ ადამიანებს გვეშინია იურიდიული ენის, ხშირად გვეშინია წაკითხვისაც კი. სხვებზე არ ვაქვს საკუთარ თავსაც პირველ რიგში ვგულისხმობ. ეხლა მოდი და რაც შეიძლება ხაზად გავაყოლოთ ჩვენს ამ საუბარს, რომ ვილაპარაკებთ ძალიან ადამიანური ენით. პირველ რიგში ამ ცვლილებებით რა იცვლება ჩვენთვის? რამე ახალი ემატება არსებულ კანონმდებლობას თუ იცვლება აკვე არსებული. მადლობა მოწვევისთვის. ერთი დათქმა გავაკეთოთ, რომ მე ამ სფეროში არ ვმუშაობ, თუმცა იურისტი ვარ და რადგან პროფესიიდან გამომდინარე მჯერა რომ კანონი იწერება არა მხოლოდ იურისტებისთვის, არამედ პირველ რიგში ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქცევის წესი და ნორმა, ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კონკრეტულ სფეროში, სადაც ვართ ან ვხვდებით, ვიცოდეთ რა წესები არსებობს. საერთოდ იმის შესახებ, რომ რაღაც ახალი რეგულაცია გვემატებოდა, გავიგეთ მედიების ქარდებით. თუ გახსოვს და ამან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ძირითადად ხალხმა გაიგო, რომ შემოდიოდა ძაღლის სეირნობის ახალი წესი და ყველა მეკითხებოდა, რომ ნუ თუ ალიკაპის გარეშე არ შემიძლია გავასეირნო ძაღლი. ეს წესი, როგორ უნდა გაასეირნო ძაღლი, აქამდეც არსებობდა. მიუხედავად იმისა, სრულდებოდა თუ არა ის, ანუ სახელმწიფო მას აღასრულებდა თუ არა, წესი არსებობდა. არსებობს ესეთი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ნაკლები სიმძიმის დარღვევებს ადგენს, აი როგორც არის თქვა მანქანის ტარების დარღვევები, რაც ძირითადად ჯარიმით ისჯება, ასე ვთქვათ. აი სწორედ ამ კოდექსში იყო გაწერილი დარღვევა ძაღლის გასეირნების წესისა. 2023 წელს მიიღეს. ზოგადად შინაურ ცხოველზე იყო ლაპარაკი. გასეირნება და საჯარო სივრცეში გამოყვანა, ნებისმიერ საჯარო სივრცეში, სკვერი, პარკი, ბულვარი ჩამოთვლილია. დაშვებული იყო საბმელით ან ალიკაპით. ან ერთით, ან მეორით. ანუ რო წარმოვიდგინოთ, რომ პარკში აშვებული ძაღლი თავისთავად ამ კანონის მიხედვით დარღვევა. იქვე გაწერილი იყო, რომ ამ წესის დარღვევა თუ ან ერთი, ან მეორე არ იყო გამოყენებული, ისჯებოდა ჯარიმით 150 ლარით. ხოლო თუ იმავე წელს აღნიშნული დარღვევა მეორედ დაგიდგინდებოდა, ამ შემთხვევაში ჯარიმა იზრდებოდა და 300 ლარი ხდებოდა. პირველ რიგში ვთქვათ, ის შეიცვალა, რომ ამდენმა წუწუნმა მეზობლების ასე ვთქვათ, საჩივრებმა, რომ ძაღლები არიან თავმოყრილი ქუჩაში და ამას არავინ არ უვლის და რა ვქნათ. ასევე მართლა ძალიან ბევრი მეტისის არსებობამ ქუჩაში დააყენა ეს პრობლემა, რომ დასარეგულირებელი არა მხოლოდ ძაღლების სეირნობა, არამედ ძაღლების უკონტროლო გამრავლება და ზოგადად შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული წესები. ამიტომ აი ამ წლის 20-25 ივლისში დაიწერა და მიიღო პარლამენტმა ახალი კანონი. ანუ ის კანონი, რომელიც მე ვახსენე, ჩვეულებრივად რჩება და ძალაშია, ამასთან ერთად შემოვიდა სპეციალური კანონი, რომელიც არეგულირებს შინაური ცხოველების მოვლა პატრონნობასთან დაკავშირებულ უამრავ საკითხს. ის რომელიც ეხლა შედის, ხო? რომელიც ეხლა ძალაში კანონი შევიდა, უბრალოდ გარკვეული მუხლები ძალაში შედის 2026 წლის იანვრიდან, გარკვეული შედის 2027 წლის იანვრიდან. ასეთი დათქმა არის ამ კანონში.
ეს სპეციალური კანონი არა მარტო იმას აწესრიგებს, ძაღლი როგორ უნდა გაასეირნო, არამედ აწესრიგებს ლიცენზირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ძაღლის გამრავლება, შინაურ ცხოველს გულისხმობ, მარტო ძაღლს არ ეხება. შინაური ცხოველის გამრავლება, ვის აქვს უფლება, როგორ უნდა იმართებოდეს თავშესაფრები, როგორ უნდა იმართებოდეს საშენები, როგორი ლიცენზიები უნდა ქონდეთ ვეტერინარებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტერილიზაცია კასტრაციასთან დაკავშირებულ წესებს არეგულირებს, აცრებთან, დეჰელმიტიზაციასთან და ასე. მათ შორის რეგულირდება ეს ჩვენი გასეირნების წესებით და როგორც არსებობდა 2023 წლის აი ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ზუსტად ისევე გადმოიტანეს ამ სპეციალურ კანონში და თქვეს შინაური ცხოველების გასეირნება, როგორც აქამდე შესაძლებელი იყოს საბმელითა და ალიკაპით. მინდა დავამშვიდო შენი მაყურებელი და უთხრა, რომ თუ საბმელზე ყავთ ძაღლი, ალიკაპი აუცილებელი არ არის. რაც იკრძალება ამ კანონით არის აშვება უმეთვალყურეოდ ძაღლის, რაც არ უნდა კეთილი და კარგი ძაღლი იყოს. კიდევ ერთ დათქმას აკეთებს ეს კანონი. არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც ძაღლი შეიძლება ალიკაპისა და საბმელის გარეშე წაუშვა. მაგალითად, წითელ ბაღში არის, მზიურის პარკში არის სპეციალური შემოღობილი ძაღლის ვოლიერები. აი ამ ვოლიერში არც ერთი არის, არც მეორე. ასევე ერთი მნიშვნელოვანი დათქმა უნდა გავაკეთო, რომ ეს აქამდეც არსებობდა ეს წესი, რაც ახლა ვიტყვი. საუბარი მაქვს ძაღლის ტრანსპორტირებაზე, საჯარო ტრანსპორტი. ვიცით, რომ ძალიან ხშირად ტაქსი უნდა გამოიძახო, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუ ცხოველთან ერთად გინდა გადაადგილება, ხო? იმიტომ რომ ან ძღოლი არ უშვებს ანასული. აქამდეც იყო არსებობდა რეგულაცია და ეხლაც ამ სპეციალურ კანონში გადმოვიდა, რომ ასევე ძაღლის ან კატის სხვა შინაური ცხოველის ტრანსპორტირება საჯარო ტრანსპორტით დასაშვებია იგივე წესით, რა წესის დაადგინეს გასეირნებით. ავტობუსში შემიძლია ძაღლი ავიყვანო ოღონდ საბელი. ან უნდა იყოს საბელით, ან უნდა იყოს ალიკაპით. ჩემი ძაღლი ჩიპირებულია, რაღაცა მოხდა შეამოწმეს, მაგრამ ვერ აღმოაჩინეს რა. რაც არ ვიცი, ნუ არის აქნა. და 8 ლარით დამაჯარიმეს. ხო, 8 ლარი იყო მაგამდე. თუ არ იყო რატო დამაჯარიმეს, თუ ეს ვალდებულება. არა, იყო ეს ვალდებულება და ისევ ადმინისტრაციულ კოდექსში იყო ეს, უბრალოდ 8 ლარიანი ჯარიმა იყო. ეხლა ამ სპეციალურ კანონში გადმოიტანეს და ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმა გაზარდეს. 27 წლის 1 იანვრიდან იქნება 1500. მაინც უთხრა ჩემ მაყურებელს, რომ გასეირნების წესების დარღვევისთვის 150 ლარი დარჩა, მოიხსნა განმეორებით 300 ლარიანი ჯარიმა. ეგ ჯარიმა აღარ იქნება, უბრალოდ ყველა ჯერზე 150 ლარით დაჯარიმდეთ. ის რაც ყოველ თითოეულ ჩვენთან შეეხება, ეს არის გამრავლების სტერილიზაციის და აი მაგ წესებში რა ხდება. აი ამ სპეციალურ კანონში, რომელიც მე ვახსენე, რომელიც ივლისში შემოიღეს, შინაური ცხოველის სამართავად მოვალპატრონობის წესების დასადგენად ძალიან ჩემი აზრით სასარგებლო ჩანაწერები არსებობს სტერილიზაციასთან ახალში. სტერილიზაციასთან და კასტრაციასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად იკრძალება ძაღლის ყოლა, თუ ის არ არის სტერილიზებული ან კასტრირებული. აუცილებლად დგინდება შინაური ცხოველის გამრავლების შეზღუდვა. განსაკუთრებით ეს ცალკე არის გამოყოფილი, რომ მეტისებს ეხებათ და ასევე დგინდება ზოგადი ვალდებულება, თუნდაც ჯიშიანი ძაღლების. ფაქტურად ამ კანონს თუ ნახავთ, გამრავლება უკვე შესაძლებელია სპეციალური ლიცენზიით, მხოლოდ იმ კინოლოგების ან სხვა ვთქვათ მენაშენეების მიერ, რომელსაც ძაღლები ყავთ იმისთვის, რომ ისინი გაამრავლონ, გაყიდონ, აი ბიზნესი აწარმოონ. მაგრამ თუ სახლში ყავს ძაღლი, შენი კომპანიონი ცხოველია და არაპირებ, რომ ამითი ბიზნესი აკეთო და ჯიშიანი ძაღლები გაამრავლო, დგინდება ვალდებულება სტერილიზაციისა და კასტრაციის. იგივე ვალდებულება დგინდება მიკედლებულ ცხოველებზე. მიკედლებას არ გააფორმებენ, თუ ძაღლი არ იქნება სტერილიზებული ან კასტრირებული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ამ მარეგულირებელ ორგანოს, აი მონიტორინგის სამსახურსაც ევალება, რომ ძაღლები, რომელსაც არც პატრონი ყავს და არც მიკედლებულია, გეგმიურად ჰუმანური მეთოდით გააკეთოს ძაღლების სტერილიზაციისა და კასტრაციის კამპანიები. ეხლა მან ჩდება კითხვა, თუ შენ მიკედლებისას გავალდებულებენ, რომ ძაღლი იყოს სტერილიზებული, კასტრირებული. ამის გაკეთებას შენ გავალდებულებენ თუ სახელმწიფო იღებს თავის თავზე, რადგანაც ქუჩის ძაღლია. სახელმწიფოს ინტერესში ხომ უნდა იყოს, რომ მეტი ძაღლი იყოს მიკედლებული. დღესაც აკეთებს ეს სამსახური ძაღლების უფასო სტერილიზაცია, კასტრაციას, თუმცა ვიცი, რომ რიგი არის
ასევე უამრავი ვეტერინარის თავაზობს შენ მაყურებელსაც თუ დააინტერესებს უამრავი ვეტერინარის თავაზობს მიკედლების შემთხვევაში უფასოდ ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაციას, რაც შეეხება შენ საკუთარ ძაღლს, რომელიც სახლში ყავს, ბუნებრივია შენი ხარჯებით უნდა გაუკეთო და პასუხისმგებლობა. სახლში რო ყავს გასაგები, მე ვამბობ ქუჩის. არა, დადგინდება. მე არ ვიცი როგორ აღასრულებენ, კიდევ ერთხელ ხას უსვავ, მაგრამ მოაზრებულია, რომ კანონი რო ძალაში შევა, მათ შორის პოპულაციის მართვის და შემცირების მიზნით, ხო, უპატრონო და შესაფრის გარეთ მაცხოვრებელი ცხოველების უნდა გაკეთდეს მათ შორის ცენტრები, სადაც მათი სტერილიზაცია და კასტრაცია სახელმწიფოს ვალდებულება იქნება. ესეც პრაქტიკულია, ეხლა აქ მაქვს გამოწერილი, ნახე. ესე იგი, იგრძალება არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარიული ოპერაციების ჩატარება. კერძოდ, ყურების კუპირება, ყურების დაჭრაზეა ლაპარაკი, რასაც ვეძახით, კუდის მოჭრა, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა. ეს ბოლო 4 რა მონსტრმა უნდა გააკეთოს მე არ ვიცი. აკეთებენ, აი თუ ძალიან ხმამაღლა ყებს ძაღლი და ვერ აკონტროლებენ. მაგრამ პირველი ორი, მაგალითად ეხლა პირველი ვინც მახსენდება დობერმანი პინჩერი, რომელსაც ყურებს პატარაზე იმეშვებია რომ ეს აკნას და მონადირეები ხშირად კუდს უმოკლებენ თავისი მიზნებისთვის. აი ამას რას ნიშნავს? ეს ფუნქციური დანიშნულებაში იგულისხმება რომ მონადირეს შეიძლება ეს გაუკეთო? ვთქვათ, რომ ეს წესიც ამ ახალმა კანონმა დაადგინა და მე ვფიქრობ, რომ ჰუმანური წესია. თუ არ არის პირდაპირ კავშირში ძაღლის ფუნქციურ დანიშნულებასთან, ესე იგი მონადირე არ არის, მდევარი არ არის, ან ვთქვათ, წყალში არ ჭრდება ცურავს, პოლიციის ძაღლი არ არის, დაცვის ძაღლი არ არის, ან პროფესიულად თუ არ საქმიანობს შინაური ცხოველი, ნორმალურ ძაღლს ელაპარაკი. დაჭრა ყურების და კუდის იკრძალება, იმიტომ რომ ითვლება, რომ ეს არის არაჰუმანური. ვინ საზღვრავს რომელია მუშა ძაღლი? აი მეცხვარე არის სადღაც მთაში, მას ტრადიციულად იმან იცის რომ კუდი და ყურები უნდა დააჭრას თავის მეცხვარე ძაღლებს. ხო. ვინ წყვეტს ამას? აქვს თუ არა უფლება? როგორც ამ კანონიდან ჩანს, თუმცა ჯერ პრაქტიკაში არ ვიცი როგორ განხორციელდება, მაგრამ როგორც ამ კანონიდან ჩანს, მარეგულირებელი ორგანო დაადგენს რეგისტრაციის სისტემას. ძაღლების სავალდებულო რეგისტრაცია ამოქმედება 2027 წლის იანვრიდან. ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს, ვისაც ყავს ან მოუვლის პატრონობს ძაღლს, ვალდებულება უჩნდება მივიდეს და არეგისტრიროს ძაღლი, პატრონი და ჩიპირება გაუკეთოს ძაღლს. მათ შორის ეს მეცხვარეებიც ახლა შეიძლება ვიღაცას გაეღიმოს, მაგრამ კი, გაეღიმება, იმიტომ რომ ხალხი შეიძლება მთიდან მთელი წელი არ ჩამოდის. რა თქმა უნდა, მაგრამ იქ მუნიციპალიტეტებში არის ეს ორგანოებს, ანუ ეს მარეგულირებელი ორგანო არის მუნიციპალიტეტის ქვედანაყოფი, ასე ვთქვათ, მარტო თბილისში კი არ უნდა ჩამოვიდეს. და სწორედ ეს ორგანო აღრიცხავს და დაარეგისტრირებს მუშა ცხოველებს. თუ ცხოველი მართლა საქმიანობისთვის გამოიყენება, ბუნებრივია იმის პატრონს მიეცემა რეკომენდაცია, როგორ უნდა გააკეთოს სწორად და ჰუმანურად ამ ოპერაციის ჩატარება. აქ მთავარი ლაპარაკი იმაზეა, რომ თვითნებურად არ გაკეთდეს ესეთი ოპერაციები. პატრონმა გადაწყვიტა ეს თეთრ სიმამოვნებას ანიჭებს ან მითოლოგიის ჯერა, რომ მისი ძაღლი ასეთი ან ისეთი იქნება და ამის გამო ცხოველზე საოპერაციო ზემოქმედება რომ არ გაკეთდეს, აი ამის პრევენცია არის ამ კანონის მიზანი. რადგანაც დავპირდი მაყურებელს, რომ ადამიანური ენით განსაზღვრავდით რაღაცებს, ეხლა მინდა ჩამოვაყალიბო სქემა. მე ვარ ადამიანი, მომინდა შინაური ცხოველის ყოლა. მაქვს თუ ამ კანონმა დაუშვათ კარგად იმუშავა, ხო? მაქვს რა არჩევანი. ერთი მაქვს შემიძლია რომ წავიდე და შევიძინო ძაღლი იმათგან, ვინც ამას პროფესიულად ასე ვთქვათ ამრავლებს. და მეორე ავიყვანო ქუჩიდან, ხო? მაგრამ მე ორივე შემთხვევაში მაქვს ვალდებულება რომ ეს ძაღლი გავასტერილო. შესაბამისად მე იმ ძაღლის შთამომავლობა ვეღარ მეყოლებ. კი ბატონო. ხო. აი მოდი, აი ამი და აქედან, მაშინ თუ რამე ტექნიკური არ დაგვრჩა სათქმელი, გადავიდეთ უფრო შეფასებით ნაწილს. როგორ იმუშავებს ჩვენი აზრით ეს კანონი? რა არის მთავარი ბარიერები, ხარვეზები შეიძლება იყოს იმისთვის, რომ ცხოვრებაში განხორციელდეს? და აი რა სირთულეებს შექმნის? ჩვენ ხო ამ კანონით დამკვიდრებულ წესჩვეულებებს უპირისპირდებით. ხო? იმიტომ რომ ჩემი ძაღლია ძალიან მიყვარს, ამისი შვილი რო არ მყავდეს ახლა რანაირად, ხო? გავამრავლებ, 5-ს გააჩენს, 4-ს გავაჩუქებ, 1 ჩემთვის დავით. ეს ხო მიღებული პრაქტიკაა.
რა ხდება აი მაგ უკვე ცოტა შეფასებით ნაწილში გადავიდეთ. იმიტომ არსებობს ეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და გაბერილი ადმინისტრაციული შტატი აქვს, ხელფასებს იღებს ხალხი, ხო, რომ კანონის აღსასრულებლად, როგორ ვთქვათ, სამოქმედო გიგმა და რუკა განსაზღვრონ. კანონი ერთი მხრივ არ იმუშავებს მხოლოდ კანონად თუ დარჩა და მეორე მხრივ აღსრულება მხოლოდ დასჯას არ გულისხმობს, როგორც საქართველოში ხშირად გონიათ, ხო? ჩემი აზრით ამ კანონიდან გამომდინარე, პირველ რიგში პოპულაციის შესამცირებლად ცალკე ზომებია გასატარებელი. უნდა გაკეთდეს სტერილიზაცია, კასტრაციის ცენტრები, უნდა გახდეს უფასო. უნდა გავრცელდეს ინფორმაცია და მეპატრონეებს მიაწოდონ სრული მასალა, რომ სტერილიზაცია და კასტრაცია ძაღლისთვის ცუდს კი არა, ძალიან კარგს და სასარგებლოს ნიშნავს, რომ მათი ცხოვრების ხანგრძლივობაზე დადებითად მოქმედებს და ასევე გამორიცხავს და მინიმუმამდე დაყავს უპატრონო ძაღლების ქუჩაში გაშვება. მეორე მიზანი ძაღლის მიტოვების და ცხოველის მიტოვების პრევენცია კანონს. ამ ნაწილში ცალკე ზომბები უნდა გატარდეს, უნდა იყოს ალბათ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, აქაც ინფორმაცია მიაწოდონ. ადამიანი სანამ ძაღლს ან ცხოველს მოიყვანს, სხვა ცხოველს მოიყვანს, მას უნდა კონდეს გაცნობიერებული ეს რა პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, ხომ ასეა? სხვათა შორის ეს კანონი კრძალავს ძაღლის ჯილდოდ დაწესებას ან პრიზად დაწესებას, ეს საჯარო ღონისძიებებზე, მაგრამ ვერ აკრძალავს საჩუქრად გადაცემას. ამიტომ უნდა იყოს გატარებული გარკვეული ზომები, რომ მიაღწიო მოსახლეობაში იმის გაცნობიერებას, რომ ცხოველი საჩუქარი არ არის, ის არის ცოცხალი ორგანიზმი, არსება, რომელსაც თავისი უზარმაზარი საჭიროებები აქვს, ხშირად ადამიანის ყოველდღიურობასთან შეუთავსებელი. და ამიტომ ადამიანს, როდესაც ცხოველი აყავს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ პასუხისმგებლობის ბოლომდე 10-15 წელი შეუძლია, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. ეს უნდა სწორედ ამ სამსახურმა გაავრცელოს ამაზე ინფორმაცია. ჩემი დაკვირვებით მთავარი არის აღსრულების დაგეგმვა. ამ ღონისძიებების ყველა მიმართულებით დაგეგმვა და პირველ რიგში როგორ ვთქვა, ნებაყოფლობით ცდა, რომ ნებაყოფლობით შეასრულონ ადამიანებმა ეს კანონი. ანუ კი არ უნდა მივარდე და უთხრა, რომ ჯარიმა და ეხლა ციხეში ჩაქვსო და დაგაჯარიმე. ჯერ გააცნობიერე, ასწავლე ადამიანს, რატომ მიიღეს სისტემა გააკეთო. გაფრთხილე და აუხსენი რა მოაქვს ამას. ასევე ზოგადად უფრო ფართო საზოგადოებაზე იმუშავე. სწორედ სახელმწიფოს ვალდებულება გაავრცელოს ამ მითების, ამ არასწორი ინფორმაციის უარმყოფელი, სწორი და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც ნელ-ნელა უკვე გრძელვადაში გამოიწვევს ამ უნარჩვევების შეცვლას. მოკლედ რო შევაჯამო, ცხოველის ყოლა თუ გინდა დიდი სიამოვნება და თუ არა და დიდი შარია. ასე რომ ტყიდა შარში თავს ნუ გაყოფ. იყოლიეთ ცხოველები მხოლოდ და მხოლოდ მარტა გულის მიერ სიამოვნების და სიყვარულის მისაღებად და გასაცემად. დიდი მადლობა ანანუ ცინცაბაძეს, დიდი მადლობა კომპეტენტო სპონსორობისთვის, დიდი მადლობა თქვენ რომ გვიყურეთ და მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე მე იმედი მაქვს არა, დარწმუნებული ვარ რომ სასარგებლო იქნება ის რაც დღეს ანანუ გველაპარაკა. დიდი მადლობა. წარმატებები თქვენც უგებს. აბა კარგი.